ლიტვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტური გამოძიების შედეგად სანქციების მიუხედავად ბალტიის ზღვაზე ყოველდღიურად მილიონობით დოლარის ნავთობი გადააქვს რუსულ ტანკერებს, მაშინ როდესაც ლიტვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის იზოლაციას ითხოვენ, რომ გითხრათ, გვაქვს თუ არა საქმე ორმაგ სტანდარტთან და ასევე რამდენად წილია ამ ქვეყნების მხრიდან საქართველოს კრიტიკა. ხო, გაგიკვირდებათ, ეს ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. რაც არ შეიძლება ჩვენთვის დაშვებულია მათთვის. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ჩვენ შეგვიძლია, რა ვიცი, გადავხედოთ მთელ რიგ მათ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით და ვნახავთ, რომ ყველა განცხადება არის ტყუილი, ციცრუით გაჯერებული, ან ჩვენ რისკენაც მოგვიწოდებენ, თვითონ აკეთებენ ამ ყველაფერს და ყველაფერი ცხადია დღეს, უკვე ყველაფერი ნათელია, ყველა იქცევა თავის ინტერესებიდან გამომდინარე. რაც სჭირდება თავის ქვეყანას, აკეთებენ იმას. შესაბამისად, ჩვენც ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. ევროპარლამენტარები განცხადებას მას შემდეგ, რაც დაინიცირეთ სამი პარტიის აკრძალვა საარჩევნო შეხვედრა შევიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და ისინი ამბობენ, რომ რეალურად ასეთი ოპოზიციის აკრძალვა ხდება რუსეთის და ბელარუსის გავლის ქვეყნებში. რას უპასუხებდით მათ და როგორ ფიქრობთ, მათი აზრი ამ შემთხვევაში არის თუ არა გასათვალისწინებელი? ესე ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტის მაგალითია რა. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ სხვადასხვა ქვეყნები, სადაც მოხდა პარტიების გაუქმება. შესაბამისად, ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება 1,200,000-ზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებმა დემოკრატიულ საქართველოს და მხარი დაუჭირა იმ დაპირებებს, რომელიც ჟღერდებოდა წინასაარჩევნოდ. შესაბამისად, ის კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც 2012 წლამდე წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს და გააგრძელეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, საბოტაჟს ეწეოდნენ და ეწევიან საქართველოს წინააღმდეგ, უგულებელყოფენ დემოკრატიულ სახელმწიფოს იდეას და ძირს უთხრიან ზოგადად სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს. რა თქმა უნდა, როდესაც შენ იმართები გარედან, ასრულებ გარე მითითებებს, საერთოდ არ გაინტერესებს შენი ქვეყანა, არ გაინტერესებს ქართველი ხალხი და ამ ქვეყნის მომავალი, რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკურ პარტიების ადგილი ვერ იქნება ქვეყანაში. მე შემიძლია ბევრი მაგალითი მოგიყვანოთ. იგივე უკრაინაში, როდესაც მოხდა პარტიების გაუქმება, იგივე მოლდოვას მაგალითი, იგივე ფინეთის მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს ვინ საიდან. როდესაც შენ იმართები გარედან და ახორციელებ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ახალისებ ძალადობას, ახალისებ პოლარიზაციას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ მძიმე შედეგები მოყვება ამ ყველაფერს. საერთოდ არ არის საინტერესო, რაც ევროპარლამენტარები ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტის პრინციპებია. ხო, მე არ მომისმენი არც ერთი განცხადება, როდესაც მოლდოვეთში მაგალითად არჩევნების წინ ტელევიზიები გააუქმეს, ოპოზიციური პარტიები გააუქმეს. არ მომისმენია განცხადება უკრაინაში, როდესაც პოლიტიკური პარტიები გააუქმეს. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, რაც მათ აწყობთ, ის ყველაფერი მისაღებია, რაც მათთვის არ არის თქვა საინტერესო, ყველაფერზე მიდიან წინააღმდეგობით და აკეთებენ განცხადებებს, რომელიც ძირითადად დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ ციცრუეზე და ტყუილზე. ის დავაზუსტებ. 2024 წლის არჩევნების წინ თქვენი მიზანი იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, გვახსოვს ეს განაცხადი ქართული ოცნების. ახლაც თუ არის ეს ქართული ოცნების მიზანი და შესაძლოა თუ არა, რომ ამ მოტივით თქვენ რაც აიგრძალება პარტიები შემდგომ ჩანიშნოთ ვადამდელი არჩევნები. მიზანს რაც შეეხება, როდესაც დადგება 2028 წელი, როდესაც იქნება საპარლამენტო არჩევნები, თუ რა მიზანი ექნება ქართულ ოცნებას, ამას საზოგადოება გაიგებს. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ, აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვიქცევით და ყველა ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. დღეს ქვეყანა არის გამოწვევების წინაშე, შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა გამოწვევას გაეცეს ღირსეული პასუხი. არ იქნება. და ამ სამი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს აკრძალვა ემსახურება ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. რას უპასუხებთ მათ? ჩვეულებრივი სპეკულაციებია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 2012 წლამდე კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ვიზიც არის საუბარი, წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს. ძალიან ბევრი ბოროტება ჩაიდინეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და დღესაც უკვე ოპოზიციის როლში აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, ამ ქვეყნის განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოყვება რეაგირება.
ბატონ გახასვა გითხავთ 6 მილიარდის ინვესტიციაზე, რაც დაანონსდა თქვენი გუნდის მხრიდან წანისა და გონიოში უნდა დაიწყოს მშენებლობები. ამ შემთხვევაში ტერიტორია, სადაც წანისზე გეკითხებით, სადაც უნდა დაიწყოს მშენებლობა, დიდი ალბათობით არის ის წანისის პარკის ტერიტორია. ხო, აი რომ აგვიხსნათ, რეალურად ეს შეუქმნის თუ არა ეკოლოგიურ პრობლემებს? რაც შეეხება ინვესტიციას, უპრეცედენტოა ამ ტიპის და ამ მასშტაბის ინვესტიციები ქვეყანაში არ განხორციელებულა. მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანია გახლავთ MR ჯგუფი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებს ინვესტიციებს. ეს რას მოგცემს, ხო? მოგცემს იმას, რომ ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უფრო განვითარდება, წინწავა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ურბანულად მოხდება ქალაქის სწორი განაშენიანება. აღნიშნული ტერიტორია სივრცე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ არეალის სწორად განვითარება ჩვენთვის არის პრინციპული. ჩვენ მივესალმებით ამ ტიპის ინვესტიციას, რადგან კიდევ ერთხელ მეორებ პირველ ადგილზე არის ქვეყნის ინტერესები და ეკონომიკური განვითარება. ეკოლოგიურ პრობლემებს არ შექმნის. არ წარმოადგენს არანაირ ეკოლოგიურ პრობლემას. ყველაფერი, რა თქმა უნდა, ის ლანდშაფტი, მწვანე სივრცეები იქნება შენარჩუნებული და შეიძლება ვთქვათ, რომ იქნება საჩვენებელი პროექტი თუ როგორ უნდა მოხდეს კონკრეტული არეალის ურბანულად სწორად განვითარება. ერთსაც გითხავთ, რადგან ჩემ კოლეგებს აღარ აქვს გითხვა. არჩილ მუსელიანცი პატიმარი წერს გოგანის ციხიდან, რომ აქვს ძალიან მძიმე პირობები პატიმრებს და არის მხოლოდ ერთი ფლიგელი, სადაც კომისია რომ მიდის შესამოწმებლად, მხოლოდ ამ ფლიგელს ათვალიერებინებენ და დანარჩენ ფლიგელებში არის ძალიან მძიმე სიტუაცია და მძიმე ვითარებაში უწევთ, მათ შორის საკვებთან დაკავშირებით პატიმრებს ყოფნა. აი რას პასუხობთ? არაფერი, ჩვეულებრივი სპეკულაციებია. საპატიმროებს რაც შეეხება, როგორ უნდა გიხაროდეს ვინმეს დაპატიმრება ან ციხეში დაშვება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც შეეხება დღევანდელ ციხეებს, არის საუკეთესო მდგომარეობა, საუკეთესო პირობები. არ ვიცი თქვენ გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა 2012 წლამდე ციხეებში. როგორ პირობებში იმყოფებოდნენ პატიმრები, არაადამიანური მოხრობა, არაადამიანური გარემო, სრული კატასტროფა. ამის კადრები თქვენს გეკნება, შეიძლება თქვენ ტელევიზია არ აშუქებდეს, არ მოგწონდეთ ეს, მაგრამ სამწუხარო რეალობა იყო. შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ, რომ ინტენსიური სამსახური ამ ცრუ ბრალდებასთან დაკავშირებით გააკეთებს შესაბამის განცხადებას. ერთად გითხავთ და დავასრულოთ. თორნიკერი ჟვაძა ბრუნდება ქვეყანაში, ბატონ კახა. თქვენ თუ გქონდათ კომუნიკაცია მასთან, ვინაიდან როგორც ვიცით კონტაქტურია უკვე? არ მქონია კომუნიკაცია, თუმცა თუ ის ქვეყანაში დაბრუნდება, რა ვიცი, ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, კიდევ ერთხელ მინდა მას ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა ვუსურვოთ. იცით რა მინდა გკითხოთ, აი დღევანდელი გადმოსახედიდან უფრო ბევრ კითხვებს აჩენს მისი წერილი, რომელიც დატოვა მან სავარაუდოდ თვითმკვლელობის მცდელობამდე, გულისხმობ იმას, რომ მე მედავებიან კორუფციასა და ნარკომოვაჭრეების ასე ვთქვათ, ლობირებას და ეს მე ვარო ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი და ჩემი საახლობლო და ჩემი თანამშრომლები არა ვარ. რეალურად მასეც მიმდინარეობდა რაიმე სისხლის სამართლებრივი საქმე თუ იცით? არანაირი სისხლის სამართლებრივი საქმე, ამასთან დაკავშირებით ხო გაკეთდა განმარტებები. ახალს მე ვერაფერს ვერ დავამატებ, ახალი არაფერი არ არის აღნიშნულთან დაკავშირებით. თუმცა აი დაკავშირებით. კორუფციასთან ბრძოლა დაიწყეთ სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ მალევე, აი როგორც კორუფციასთან ბრძოლა, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი დაიჭირეთ მაღალჩინოსნები, ბატონ კახა. კავშირში არ არის თორნიკერი ჟვაძე? არანაირ კავშირში არ არის. თორნიკერი ჟვაძესთან დაკავშირებით შესაბამისმა უწყებამ გააკეთა განმარტება, განცხადება და დამატებით მე ვერაფერს ვერ ვიტყვი.